ის აბსურდის თეატრს გულისხმობ ტერმინს მარტინ ესლინს, რომელიც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო თეატრმცოდნე ფილოსოფოსი, სოციოლოგიც, იმიტომ რომ მისი ახსნა თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე აბსურდის თეატრის სახით არის საკმაოდ უნივერსალური ხედვა ზოგადად აბსურდის მდგომარეობის რომელიც გაჩნდა კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ეპოქაში. აბსურდი როგორც თეატრი, როგორც ჟანრიიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. და ამასაც ალბათ თავისი მიზეზები აქვს და მე და შენ ამაზე ვისაუბრებთ. აბსურდის თვითონ ეხლა ტერმინი აბსურდი ძალიან ისეთი ძველი ტერმინია, ხომ? და ალბათ უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ვიდრე თეატრალურ ამბავს მოვყვებოდეთ, იმიტომ რომ თეატრთან არის ხო ბოლობაში და სწორედაც ეჟენ იონესკო პირველ რიგში სწორედაც მარტინ ესლინზე გაბრაზდა რომ ის აქცევს ჩარჩოში ამ ჟანრს და ძალიან ფართო მოვლენა ის რასაც იონესკო ქმნიდა და რასაც ქმნიდა ბეკეტი ან ადამოვი ან მროჟეკი ან სხვები ან ვაცლავ ჰაველი რომელთაც ასე ვთქვათ რომლებიც განეკუთვნებიან სწორედ აბსურდის ჟანრს ის ამბობენ რომ ბერტრო ფართოა ეს ასე ვთქვათ ჟანრი და პირიქით ჟანრში არ არის მოქცეული და საერთოდაც ეჟენ იონესკოს პირველი პიესა მელოტი მომღერალი ქალი საიდანაც დაიწყო ათვლა აბსურდის თეატრმა ეს არის 50-იანი წლები ამ პიესას ეჟენ იონესკომ უწოდა ანტი-პიესა ანუ მან დაწერა ისეთი პიესა რომელიც უარყოფდა საერთოდ პიესების კლასიკურ ფორმას და საერთოდ თეატრის დეკონსტრუქცია მისი სურვილი იყო დეკონსტრუირება ყველა არსებული მანამდე ასე ვთქვათ თეატრალური ფორმის და დრამატურგული ფორმის მაგრამ აბსურდი თვითონ ტერმინი ძველია და ხშირად აბსურდს ახსენებენ ხოლმე რელიგიასთან მიმართებით და ტერტულიანე ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი და ღრმა მამა როგორც მას მოიხსენებიან ხოლმე ტერტულიანეს მიაკუთვნებენ ამ ფრაზას თვითონ ამ ფორმულით მას არ უთქვამს ეს სიტყვები მწამს რადგან აბსურდია სხვა შორის აღდგომაზე საუბრობს ის ხო მაგრამ თვითონ აი ცნება რომ რაღაცა რაც ყველაზე დაუჯერებელია შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი სინამდვილე და ამიტომაც გვწამს აღდგომა ტერტულიანი ამბობს რა კი ის დაუჯერებელია ანუ მწამს რა კი აბსურდია თუმცა ვიმეორებ ეს ფორმულა ამ ფორმულით თვითონ ტერტულიანეს ეს სიტყვები არ უთქვამს თავზე იდეა ფილოსოფიური კონცეფტი რომ რაც საგნობრივი არ არის რისი დამტკიცებაც ისი მტკიცებულებაც შეუძლებელია მაგრამ სწორედ ამის გწამს აი ეს არის სწორედ მისთვის რელიგიური ასპექტი საწყისი აბსურდის სიმართლე ძალიან ხშირად გავს ტყუილს ამაზე მამარდაშვილი წერდა მაგრამ სხვა დროს ვილაპარაკე რა ეხლა შეგვიძლია ხო ცხადია ეხლა უკვე ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს თქვა თეატრთან რომ მივიდეთ და არა თქვა აბსურდის გენეზისი ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ მე ვფიქრობ რომ რამდენად დამეთანხმები რომ ნებისმიერ ლიტერატურულ ტექსტში და სახელოვნებო პროდუქტში შემადგენელი აბსურდის ელემენტი რაღაცა ისეთის რისი დაჯერებაც შეუძლებელია, მაგრამ სინამდვილეზე, რეალობაზე დამაჯერებელი შეიძლება იყოს, ხო? დამეთანხმები და მეტიც ვიტყვი, რომ ირონიის, აბსურდის და აი ამ პარადოქსის დანახვის გარეშე არც არანაირი ფასი და გამძლეობა არა აქვს ლიტერატურას და თქვათ იგივე. პარადოქსის გარეშე, ცხადია. გარეშე და თვითონაც ამიტომ პარადოქს უწოდებდა ხოლმე. პარადოქსის დანახვის ნიჭია და აბსურდის თეატრი და თან ისე დამკვიდრდა, იმიტომ რომ რეზონირდა ყველასთან, რომ აბსურდის თეატრს ხმარობს ის ხალხი, ვისაც არც ერთი სპექტაკლი აბსურდის თეატრის მაგრამ როცა რაღაც ხდება ჩარჩოდან გასული ამას ეძახიან ხოლმე ჩვენ პოლიტიკაშიც ხშირად გაგვიგია რაღაც ყოფით სიტუაციაში რომ რაღაც აბსურდის თეატრი ხდება რაც გულისხმობს გამავალს ჩარჩოებიდან მიღმა წარმოუდგენას თუმცა ასახავს პრობლემას რაც არის და მე დავამატებდი რაღაცნაირად იდიოტიზმის შემადგენელს კი და სხვა შორის კიდე ძალიან ცინიკური რომ ელენა ჩაუშესკუ თურმე მიმართავდა რომ მარტორქები ხართო აი იმ ხალხს ვინც დახრეტას უპირდეს იქ სათავისოდ გამოყენებაც როგორ ხდება დიქტატურის წინააღმდეგ დაწერილი რაღაცეების ლიტერატურული ნაწარმოების პიესის და ყველაფრის როგორ ხდება საშენად გამოყენება იგივე ასე რომ ამ ხრივ დიდი გამოწვევა აქვს ლიტერატურას რომ სათავისოდ იყენებენ ხოლმე ზოგჯერ ისინი ვის წინააღმდეგაც დაიწერა აბსურდის თეატრის ალბათ ერთ-ერთი სპეციფიკური დამახასიათებელი ეგეც არის რომ
ნებისმიერ ადამიანს, როგორც ელენა ჩაუშესკუ იყო, რუმინელი დიქტატორის ცოლი, შეუძლია მარტორქები უწოდოს სხვას. ნიკოლაი ჩაუშესკუ, რომელიც თვითონ არის აბსურდისტები იონესკოს პიესებიდან არიან გადმოსულები და რუმინული კონტექსტის მნიშვნელოვანია და მოდი მაგაზეც ვთქვათ მე. მაგრამ პირველი პიესები უშუალოდ როგორ დაიბადა აბსურდი, ხო ეს არის როგორც ზემოთ ვთქვით. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. ბევრი მკვლევარი, მათ შორის მარტინ ესლინი მიიჩნევს, რომ მაინც ინსპირაცია იონესკოსათვის, სემუელ ბეკეტისათვის და სხვებისათვის ეს იყო ერთი მხრივ ალბერ კამიუ, თავისი ცნობილი ფილოსოფიური ესეთი აბსურდის შესახებ, ეს არის სიზიფეს მითი. სადაც კამიუმ ფილოსოფიურ კონცეპტად და ასე ვთქვათ პროტაგონისტად აიღო და გამოიყენა სწორედ სიზიფე და ის აქცია რაღაცა გარკვეულ უცნაურ გმირად, რომელიც გარკვეულწოდ გამოხატავს ადამიანური მყოფობის მეტაფორას. ანუ სიზიფე მიცის, მისი საიქიოში არსებობა წინასწარ არის განსაზღვრული, დეტერმინირებული, ეს არის დაჟილი, იმიტომ რომ სიზიფემ სიკვდილის შემდეგ განიზრახა, გაქცეულიყო ჰადესიდან და ამიტომ ღმერთებმა ის დასაჯეს იმ ცნობილი სასჯელით, რომ სიზიფე მიათრევს ლოდს თის წვერისაკენ, ეს ლოდი ვარდება და სიზიფე მუდმივად ამ რუტინაშია ჩაბმული. და კამიუმაც ტერმინად დამკვიდრდა. სიზიფეს შრომა, ანუ ამაო შრომა, მაგრამ კამიუ მას გამოარჩევს როგორც ერთგვარად პირიქით დასაფასებელ, პატივსაცემ ღირსეულ მოვლენად. ანუ სიზიფე მიუხედავად იმისა, რომ მან იცის პროცესისადმი თან მიმდება. ცხადია, პროცესშია ჩართული და ადამიანის გაბედულება სწორედ ამით არის დასაფასებელი. სიზიფე რომ მან იცის წინასწარ განსაზღვრული ამაოება მისი შრომის, მაგრამ ის მაინც შრომობს, ხო? ის მაინც პროცესშია, ის ქმნადობის პროცესშია. შესაძლოა იქცეს ინსპირაციად ჩავთვალოთ, რომ აბსურდისტებისათვის, მოდი ეს ტერმინიც გამოვიყენოთ, კამიუ, მაგრამ აქვე შეგვიძლია ვახსენოთ რასაკვირველი ტრისტან ცარა, რასაკვირველი დადაისტები, სადაც სისულელის აგრესიულობის, მანიფესტატიური ეპატაჟურობის, კლოუნადის, სადაც არაფერს აზრი არ აქვს და სწორედ ამ უაზრობაში აქვს ყველაფერს აზრი. უაზრობა როგორც ფორმა, რომ უფრო ღრმად რასაკვირველია აზრი და როდესაც შემოქმედიან ხელოვანი ან არტისტი თვითონ ანიჭებს თავისი დამოკიდებულებით ობიექტს მნიშვნელობას, სახელოვნებო თუ კულტურულ თუ ასეთ თუ შემდეგ, მაგალითად მარსელ დუშამპი, რომელიც პისუარს ანიჭებს ხელოვნების ნიმუშის მნიშვნელობას, ხო? შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ დადაისტებიც და უპირველეს ყოვლისა ტრისტან ცარა და მისი პიესებიც შესაძლოა იქცა